ვიწყეთ? კი. ზოგი მიცნობს როგორც დრო და კიდევ მაქვს რაღაც სანდრო ფოფხაძეს ნაწილი თუ რაღაცა რა. ბევრ რაღაცას ვაკეთებ, მაინც საბოლოო ჯამში ხდება ეს მუსიკა, ფილმში მონაწილეობა, ხანდახან პაკაზე გამოსვლა, არ ვიცი, სკეიტბორდინგი, ეგ საქმიანობა არ არის, მაგრამ ნუ ჩემთვის ძირითადად არ ვფიქრობ ხოლმე წინასწარ, ანუ არასდროს არ მაქვს, რომ აი ხა ეს ტრეკს გავაკეთებ, ბიტს მივყვები ხოლმე სულ. ძირითადად მაქვს სულ ემოციაზე, ხა არ მგონია რომ დიდად რამე აზრი გამოიტანო რა, ჩემი ტრეკებიდან რა, მაგრამ თუ გრძნობ რაღაცას და ორი წამით მაინც ან ცეკვა გინდა, ან ხარია, ან კარხასიაძე დგები, ეგ ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ემოცია იქცე. დავიწყე მაქსიმე მაჩაიძესთან ერთად DJ-ინგი ვაფშე. რომ დავინახე მაქსიმე როგორ ბაჟრობს, ხალხი გავეხსნა თუ რაღაცა მეც მინდა ესეთ. ბაჩო კაცაძე არის ჩემს მაკაცი, რომელთან ერთადაც შევქმნით მანგიფერა, ჰიპ-ჰოპი და ტრეპი ქართულად. მე ალექსანდრე კორძაია გავიცანი, რომლის ტრეკებზე გიჟდები და უცვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე გიჟი არტისტი, კომპოზიტორი არ ვიცი, ყველაფერი ერთად. ანუ მაგასთან ერთად რომ გავაკეთებთ ეს პირველი საკამო და უცოდ ბუმ და რაც ყველას მგონი ესე გაუსწორდა რა, ანუ დიდი ფიდბექი იყო მაგ ტრეკზე რა და ანუ მე რაც გაგრძელდა ეს ყველაფერი. სცენაზე უცბად იმუხტები, მაგრამ რეალობასთან აღარ გაქვს კავშირი რა, იმენა ეგ პონტი გაქვს, რომ აი ხა ჩვენ ყველა ერთად დავაი. დროში ვარ ხოლმე ხშირად გაჭედილი. რა მაგიტო დაერქვი დრო? არა, იმიტომ რომ სანდროს ბოლოს დრო არის და მაგრამ პირველი პასუხი და დრო, იმიტომ რომ პროტესტი ჭირს. ბავშვობაში კიდევ უფრო შავად ჩაცმული თბილისი იყო და ქუჩაში რო აი თუნდაც რო გიყურებენ და ის სულ რაღაც მომენტში რო ჭუბი გიწევს. უცბად არსაიდან ეს სკეიტერები ეძრობიან და მეთქი ვა! დავიწყე კატაობა რა და ვაფშე სხვა ბაზარი არის რა, სხვა სამყაროში ქართულად. აი მაგ მომენტში აი თლიანად გიკეტება ყველაფერი სხვა და ტვინი იშვენებს ბოლომდე და ნუ აი ეგ არის ჩემთვის თავისუფლება. ფილმი როცა დედამიწა მუქი არის, რომელიც გადაიღეს და თომას ხმა სალომე მაჩაიძემ და თამუნა ქარუმიძემ, სადაც მე და ჩემი ბევრი ძმაკაცი სკეიტერები ვარ. აი მაგ ფილმის მერე დაიწყო ყველაფერი რა და მიხვედრა რომ რა არის ვაფშე ეს სკეიტზე კატაობა და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. დემნას პაკაზე როგორ მოხდი და რეალურად ისევ ფილმთან ბრუნდებით, სურათები გადაუგზავნეს ჩვენი სკეიტერების რაღაცები და გამოვედით რა. შოკოლადი არა. აი აბა hot chocolate, strong chocolate, milk chocolate, რომელი chocolate გინდა? კი, არა ახლა ნავირჩიოთ. hot chocolate. ყველა ადამიანი არის განსხვავებული. ყველას აქვს თავისი პატარა სამკაულები რა, რის გამოც ლამაზები არიან. ბევრ ხალხს არ ესმის ეგ თავის თავშიც ვერ პოულობენ. ამიტომ სხვაებში რაღაცას რო ხედავენ, აღიზიანებთ შეიძლება რა. პროსტო ვთვლი რომ თავის თავში უნდა დაინახონ პირველ რიგში, ანუ ყველაზე კარგი რაც არის რა და მაგის მიხედვით მე სხვებზე თქვან რომ აი ესეც ასწორებს რა. გონია ხოლმე რომ აქ მართლა აი და მაინც იურიდიულზე თუ არ გაქვს ჩაბარებული ან ბანკში თუ არ ხარ ბოლო ლეველზე და ადვოკატი თუ არ ხარ ყველაზე მაგარი გონია რომ ყველას გონია რომ დანარჩენი ყველაფერი სისულელე არის რა თუნდაც სწავლა რო გინდობთ რაღაცას ვერაფერს ვერ შევიდეთ და ხანდახან მინდა ხოლმე რომ აი აქ რო შემეძლოს აი რაღაცეების ძალიან მაგრა სწავლა და მე გაგრძელება და მაგ სფეროში დარჩენა არა იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი რაღაცეები აქ ამ იაპონურ ბაღში ჩაფიქრებისას ოცნება არის აი ძველ სახლებზე ან კორპუსებზე რო არის ხოლმე რომ ამ სახლში ცხოვრობდა ესა და ეს ამა და ამ წელს აი ეგ არის ჩემი ოცნება რომ აი ეს მარმარილოს ფირფიტა მქონდეს სახლზე მიწებებული აი ეგ რო დარჩეს რა და ეგ გონია იმენა ტოპ 5 ვარსკვლავიანი მიღწევა
თქვა და აქ ქვემოთ ნომერი უნდა. თუ გნებავთ თამრას დაფა, იყიდეთ დღეს და მიიღეთ მაისური საჩუქრად.